საქართველოს უზენაესი კანონის დამტკიცებიდან 30 წელი გავიდა. კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტია, საქართველოს პარლამენტმა 1995 წელს დაამტკიცა. დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, ასე განისაზღვრა საქართველოს სტატუსი კონსტიტუციის პირველივე თავში, რომელიც ასევე მოიცავს მუხლებს ქვეყნის მმართველობის ფორმის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. გაიხსენეს ქვეყნის მთავარი კანონის მიღების ისტორია და ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში არაერთხელ განხორციელდა. 159 მომხრე 8 წინააღმდეგი საქართველოს ახალი კონსტიტუცია მიღებულია. ეს 30 წლის წინ 24 აგვისტოს ზუსტად 17 საათსა და 50 წუთზე გადაღებული ისტორიული კადრებია, როდესაც საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი მიიღო. 1995 წლიდან დღემდე საქართველოს კონსტიტუციამ ათეულობით ცვლილება განიცადა. საბოლოო სახე კი 2017-18 წლებში მიიღო, როდესაც უზენაეს კანონში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. კონსტიტუციის დღე საზეიმოდ აღინიშნა პრეზიდენტის რეზიდენციაში. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. ახალი რესპუბლიკის დაბადება, ასე აფასებენ ისინი დღევანდელ დღეს. ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს იმ ადამიანებსაც, ვისაც კონსტიტუციის შექმნაში წვლილი აქვს შეტანილი. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს კონსტიტუციის მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ სწორედ უზენაესი კანონი არის სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის უზრუნველყოფის მთავარი გარანტი. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლის უნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა. მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრული იქნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუციამ დასაბამი მისცა ჩვენში ახალ სამოსამართლო სისტემას, საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, რომელმაც მისეული სტანდარტების დამკვიდრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონსტიტუციური წყობის, მორალური საწყისის, ადამიანის ღირსების დაცვისა და კონსტიტუციის უზენაესობის განმტკიცებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აამეტყველა და რეალური ძალა შესძინა კონსტიტუციას. სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა კონსტიტუციის განმარტებისა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადამწყვეტი როლი შეასრულა კონსტიტუციისადმი საზოგადოების რწმენის გაძლიერებაში. ამავე დროს მან სამართლის სისტემის წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი შექმნა, რითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საკონსტიტუციო სივრცეში. ეროვნული ღირებულებების დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა. მათი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს და დაიცვას ის პრინციპები და ღირებულებები, რაც კონსტიტუციაშია ასახული. დღეს 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავიაზროთ ის თითეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენი ხალხის სურვილს იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს. რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული. ზუსტად ისეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა, გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც გამო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი სირთულით სავსე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან, მართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არც ერთი ცდელობა კონსტიტუციის საკუთარ თავზე, მორგების არც ერთი მცდელობა, თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენ ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში
ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა. მე შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა. ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა, ეს განუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან, ამასე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი და მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ ჩვენ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი. 1995 წელს მიღებული უზენაესი კანონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე კონსტიტუცია. მან ხელი შეუწყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას. დოკუმენტმა განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, მოქალაქეთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დემოკრატიის განმტკიცების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ კონსტიტუციონალისტები 2017-18 წლებში კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს. მათი განმარტებით ამის მიზეზია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა და ის ევროსტანდარტებს მოარგო. დიდი გზა გაიარა ჩვენმა კონსტიტუციამ, მრავალი ქარტეხილი გაიარა. პრემიერ-მინისტრიც აღნიშნა, რომ ბევრი ცვლილება იყო შეტანილი, რომელიც პიროვნულ საწყისებზე იყო მორგებული, მაგრამ 2017-18 წლების რეფორმამ მოიტანა ის, რომ დაუბრუნდით ჩვენს ფესვებს, გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ისევე როგორც 1921 წლის კონსტიტუცია იყო დაფუძნებული და დღეს აი თავად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით. კონსტიტუცია საერთოდ არის სადამფუძნებლო აქტი. კონსტიტუციით ხდება დაფუძნება სახელმწიფოებრიობის და იმ ეტაპზე. აი როცა კონსტიტუციას გამოვლენთ, ამიტომ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის განსაზღვრავს თვითონ სახელმწიფო ხელისუფლების რა ფორმასთან აქვს საქმე, ინსტიტუციები როგორია მათი სამართლებრივი სტატუსი, მოქალაქის უფლებები რამდენად არის დაცული. ეს არის ერთ-ერთი დახვეწილი კონსტიტუცია. კონსტიტუციონალიზმის ყველა იდეა და ყველა პრინციპი არის გათვალისწინებული. სანიმუშო შეიძლება იყოს საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ასეთი კონსტიტუცია და არაფრით არ ჩამოვარდება ცნობილ ევროპულ კონსტიტუციებს. 30 წლის წინ ამ დღეს 24 აგვისტოს იქნა მიღებული საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ რესპუბლიკას და შესაბამისად დაიწყო ჩამოყალიბება სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ქვეყანამ დაიწყო განვითარება. რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც დღევანდელი სახე მისცა საქართველოს კონსტიტუციას. ქვეყნის კონსტიტუცია სახელმწიფოს სტაბილურობის მთავარი გარანტია. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვის პირდაპირ პროპორციულია. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოში გააგრძელოს. რამდენადაც დაცული არის კონსტიტუცია, იმდენად დაცული არის ქვეყანაში ადამიანის უფლებები, დაცული არის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიაზროთ კონსტიტუციის მნიშვნელობა, პატივიცეთ კონსტიტუციას, დავიცვათ კონსტიტუცია და ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენ ქვეყნის მომავლისთვის. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს ხელი, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა. კონსტიტუციის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.